ესე იგი, კაი გამარჯობა ძვირფასო მაყურებელო. მამების დროს უყურებთ. უბრალოდ როგორც შევია ხოლმე, რატომღაც ისე ჩამოყალიბდა, რომ სულ-ცუდი ამბებით უნდა დავიწყო ხოლმე და არ ვიცი, მაგრამ ამ ამბის გამოტოვება არ შეგვიძლია, შეუძლებელია ეს ამბავი გვერდზე გავწიოთ მთელ გორს, მთელ საქართველოს უსამძიმრებთ იმ ძალიან მძიმე ტრაგედიის გამო პატარა ანგელოზი და მისი დედიკო აღარ არიან ვიღაც ვიტყვი პირდაპირ ცუდი ადამიანის გამო, რომელიც თვრალი იჯდა საჭესთან და ორი ადამიანის საერთოდ უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უსამძიმრებ მოკლედ სულ ყველას და პირდაპირ ვიტყვი, რომ ვინც ნასვამი ჯდება საჭესთან და ვინც არ ვიცი, მოწეული თუ რაღაც საშინელება გაკეთებული, ჩემთვის არის ყველა მკვლელი და უამრავჯერ გვისაუბრია მეც და ლადოსაც და არ შეიძლება ეს საკუთარი თავის გამო გადადო და ყველაფერი გაწირო და პატარა ბავშვი შეიწირო რა. მიშომან კიდე ერთი ძალიან ცუდი ფაქტიც იყო. გარდა იმისა, რა ტრაგედიაც იყო და მეც უერთდები სამძიმარს, თვითონ მანქანაში ისხდნენ არასრულწლოვანები. იქაც ბავშვები იყვნენ. ხო, ანუ რა მაგალითს აძლევს მომხდარი იყო რომ მშვიდობით დაბრუნებული იყო სახლში. რა მაგალითს აძლევდა არასრულწლოვან ბავშვებს, რომ ნასვამი თრობის ქვეშ, რა მნიშვნელობა აქვს ისი თრობის ქვეშ, გადაჭარბებული სიჩქარე და პლუს ამას 250 თუ რაღაცა გადაჭარბება ქონდა მანამდე კიდე მიღებული. 225 ჯარიმა ჰქონდა. ხო. მოკლედ არ ვიცი, ჩვენ საუბრობთ, მეტი არაფერი შეგვიძლია სამწუხაროდ, მაგრამ გთხოვთ, მოგიწოდებთ, გეხვეწებით, რომ ნუ შვებით მაგასთან, ნუ ვიდებით საჭესთან ნასვამები რა. მოკლედ ასე, ეს უნდა გვეთქვა აუცილებლად. რაც შეეხება სტუმარს, ჩემი შვილებისთვის და ყველასთვის ძალიან საყვარელი მსახიობი. მადლობა სტუმრად, ვახო ჭაჭანიძე, ნატალიას, ნიკოლოზის და ილიას მამიკო. ბატონო. კაი გამარჯობა. გამარჯობა, მადლობა რომ გადაწყვეტეთ ჩემთან მოსვლა და ჩაწერა, იმიტომ რომ კი შეგაწუხეთ და აგიკელით, მაგრამ პირიქით მე შეგაწუხეთ ხარ წად. ხო, ეს პერიოდი ესე მომიწია ხანდახან ისე რომ არაფერ საქმე არ მაქვს, მაგრამ ეხლა პირიქით. აუ ძალიან მიხარია თან წეღანაც გეუბნებოდით, ჩემ შულსაც მსახიობობა უნდა და ცოტათი მეშინია სიმართლე რო გითხრათ, ზუსტად იმის გამო რომ ბევრი საქმე არ ექნება მეთქი, ან ვერ დასაქმდება და ასე შემდეგ და ხო რთულია ამ ქვეყანაში განსაკუთრებით, თუმცა ჩვენ თო რაღაცებს ვიგონებთ და ნუ აი ხა ეს გამოგონება არის ეს სკოლა სადაც ვართ და კინოსკოლა და ჩვენ თუ ნაკლებად ვკავდებით, ვცდილობთ იქნებ ჩვენ დავაკავოთ, ან ჩვენ შექმნათ ეს რაღაც სამუშაო ადგილები, სადაც ახალგაზრდები დაკავდებიან. ხო და ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მახარებს და რაღაცა იმედს მაძლევს, იმიტომ რომ ბუნებრივი არ ჩავერევი ხა მის არჩევანში, მაგრამ ძალიან ნერვიულობ და რაღაცა იქნება რა. აუცილებლად იქნება, აბარა. აქამდე 90-იანები გამოიარეს და რაღაც იყო და ეხლა ის მოლოდინში რომ რაღაცა იქნება, ხო? ხო და მაშინ მართლა კატასტროფა იყო რა, ფილმს კი არა, მეგონი ეს ქობი და საჭმელს არ იღებდა ადამიანი და ფილმის გადაღებაზე ლაპარაკი ზოგადად იყო. მაშინ ვერ იღებდა. მაშინ საცხოვრობდით, ხო, თბილისში იყავ? კი, თბილისში ცხოვრობდი დაბუკაშულს. ვაი, თბილისში გაცილებით რთულად გადავიტანეთ ეგ 90-იანი. ხო, ნუ ახლა ჩემთან სურამში შედარებით სუბუქად იყო და თბილისი და სოფლი და რო ბებია ბაბუა რაღაცას გამოგზავნი და ის იყო ხოლმე რა ქვია დღესასწაული საჭმელი. კი, ანუ მთელი ეს ერთად ვაკეთებდით საჭმელს რა, გემახსოვრება. როგორ არის? კი, თუმცა რო იყო. მოდი ჩვენ ტრადიციული კითხვა დავსვათ. ბატონო ვლადიმერ, ბრძანეთ. როგორი მამაა ვახო ჭაჭანიძე? ეს ალბათ ჩემშვილებს უნდა გითხოთ. მაგრამ რა ვიცი, მიყვარს უზომოდ და რა ვფიქრობ, ვცდილობ რომ ყველაფერში გვერდში დაუდგე და როგორი მამა ვარ, არ ვიცი. ვფიქრობ რომ ბევრი რამე მაკლია ალბათ კარგი მამობისთვის. სრულყოფილი ალბათ არავინ არ არის მამა. აი კარგი მამა როგორი უნდა იყოს ხო? კარგი მამა როგორი უნდა იყოს? ვფიქრობ რომ აი წერან რას თქვით რა, რომ ის არჩევანში ვერ ჩავერევიო, მაგრამ გვერდში დაუდგებიო, მაგრამ რომ განისტიან ნერვიულობთ, აი მე კარგი მამობად მიმაჩნია რა, როცა შეიძლება არ ეთანხმებოდი, იმიტომ კი არ ეთანხმებოდი, რომ ცუდია, იმიტომ რომ იცი რომ შეიძლება პერსპექტივა არ აქვს ამ რაღაც სპეციალობას, მაგრამ რადგან მისი არჩევანია მიყვები ბოლომდე და გვერდში უდგახარ. ეს მგონია კარგი მშობლობა. ნუ გასაგებია რომ მისი არჩევანშიც ჩვენზეა მასი აღზრდა, ჩვენ უნდა უთხრათ რომელია სწორი, რომელი არასწორი. მაგრამ არასწორ არჩევანზე არ არის აქ საუბარი უბრალოდ, ხო აქ არის პროფესიის არჩევანზე საუბარი, რომელი არჩევანის წინაშეც ყოველთვის დგება ადამიანი და ძალიან სასურველია რომ თვითონ გადაწყვეტოს ეს და არა თუნდაც მშობლებმა გადააწყვეტოს რომ მოდი აქ ჩააბარე თუ აქ ისწავლე თუ ეს გზა გააგრძელე. არ და ადრე ძალიან ხშირი იყო. ხო, აი არ მიყავს ის მამას რომ უნდა და იქ რო ყავს შვილი აუცილებლად წაყვანილი არ მესმის ეს, იმიტომ რომ თუ შვილს არ უნდა მე ძალიან მინდა კაი ფეხბურთელი ყოფილიყავი, მაგრამ ჩემი შვილები რაგბზე დავიყვანე, იმიტომ რომ მათ უნდათ რაგბი. ანუ ეგრე მგონია რომ ეგრე უფრო სწორია.
ვიდრე ის რომ მე რაც მინდა ის გააკეთონ შვილებმა, მე როგორიც მინდა ისეთი იყოს ჩემი შვილი, არა. წეგან მაჩუქეს შალვა ამონაშვილის ციგნი ლადო და რამდენიმე ის წავიკითხე გადასე ფურცულით და ერთი რაც მომხდა თვალში ის იყო რომ ბავშვი ჯერ არ დაბადებული ბავშვი ესაუბრება მშობლებს და ეუბნება ის რაღაცას რომ მე ღმერთმა ჩემი ხასიათი მომცაო და ნუ შეეცდებით მის შეცვლასო. რაც მშობლებს გვახასიათებს ხოლმე. ვთქვით რომ უჩიჩხინოთ და ისეთი ვიყოთ და ჩვენ როგორ რა. აი ეს შეცდომები ალბათ ყველას გვაქვს შვებული. აქედან გამომდინარე, ნუ რა ვიცი, მაგითო ამბობ რომ ალბათ არა მე კიდევ გვაკლია სრულყოფილი მამობამდე. მე რაღაც ხასიათს რო შეუცვლით ისე როგორც ჩვენ გვინდა მოგწონს. აი რა მაგარია და შეიძლება ბავშვი დავაზიანეთ. კი ბატონო. ძალიან ფაქიზია და საერთოდ გერმანიაში დაიბადა ჩემი სამივე შვილი. იქ ცხოვრობდი მაშინ და იქ ძალიან ვრცელი ლიტერატურაა ამასთან დაკავშირებით, რადგან მარტოებს მოგვიწია გაზრდა, გვიწევდა სულ რაღაცა ამ ინფორმაციას აქედანაც რაღაცა ხო ვიცოდით, ამღებულობდით, მაგრამ თითქოს იქაურ ინფორმაციას ვეცნობოდით რა, ლიტერატურას, კითხულობდით თუ ისმენდით თუ ასე შემდეგ. ძალიან მომწონდა იქაურ და მომწონს დღემდე იქაურია ეს მიდგომა მეთოდი, რომ ბავშვობიდანვე პიროვნებაა და ჩასახვიდან უკვე ადამიანია და პატარა ბავშვს იქცევიან როგორც პიროვნებას. ყოფილა მომენტები, რომ აი ჩემს მაგაცი მიყვება, რომ ჩემს შვილს რა, ერთი ალბათ 7-8 წლის იყო მაშინ ბავშვი, მოდიან ქუჩაში და უხსნის, რომ აი რომ უფროს უნდა მიესალმო, ვინც მოგესალმება, შენც უნდა მიესალმო, მე თუ ვიღაცა მომესალმო, იცოდე რომ შენც უნდა მიესალმო, ასე შემდეგ და შეხლა მაგაცი გადაგოცნა ეს და ბავშვს საერთოდ არ შეიმჩნია ამ მაგაცს. როცა მოვიდა ამა რა თუ არ გნახო და ეს ამას არ მიფიქრო მამა. ამას თავი დაანებო. აი იქ როგორი მომენტია, იცით გერმანიაში რაც მომეწონა. ძალიან ერთ-ერთი რომ აი გადასასვლელზე თქვა ანტია წითელი ფეხით გადამსვლელისთვის, მაგრამ არ არსებობს საერთოდ მანქანა ჰორიზონტის არ ჩანს. თუ ერთი ბავშვი მაინც დგას, კაცი შვილი არ გადადის. არ აძლევენ მაგალითს. ეს ოღონდ ეს გავრცელებას მასიურად ესეა. უკვე მენტალობაშია გადასული. კი ბატონო. ხო, ცნობიერების დონეზე აქვს გამოსა. ესეთ რაღაცები აქვს ძალიან კარგი და მომწონს და ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სწორია რა. იქ არ არსებობს ბავშვთან ვიღაცა შეხვდეს და ცალკე ბავშვს კიდე არ მიესალმოს. აი როგორც ცალკე ადამიანს. არაფერს ვამბობ ბავშვთან ერთად მოწევაზე. მე მაგალითად ახლოს რამდენჯერაც ყოფილი ვარ, არ შემიმჩნევია რომ ქუჩაში ვიღაცა მოდის ბავშვთან ერთად და თამბაქოს წერდეს. არა, მაგაში ცუდი ვარ მე ძალიან ქუჩაში ვეწე. მანქანაში არა, მაგრამ ქუჩაში შვილებთან ერთად. ხო, ანუ ჩვენთან ძალიან მეც ხო, მაგრამ იქ აქ იმაში ახლა ჩვენთან მეც არ ვიცოდი ეგ რომ არც დავკვირვები ვარ ბავშვი დგას და გადავიდე არ გადავიდე, მაგრამ ნუ ხო შეიძლება ვიღაცებთან კარგი ვისაუბროთ რა პრობლემაა. პრობლემაა საჭიროა. მე მგონი ხო ჩვენ პირიქით რაღაც ძალიან საინტერესო რამე თქვით რომ აი ინფორმაციას ვიღებდი, ვკითხულობდი. ძალიან ხშირად როდესაც თქვა ამ ფსიქოლოგი ან რაღაც სპეციალისტი ყავს და რაღაცა რჩევას აძლევს მსმენელს კომენტარებში არის ასეთი რაღაცა, ჩემ დროს საერთოდ წიგნიც არ წაგვიკითხავს, რა ვერ გავიზარდეთ. აი ასეთი მიდგომა რამდენად აზიანებს თქვენი აზრით ბავშვს, აი ის ინფორმაცია, რასაც თქვენ იღებდით. აი ანუ წინაპრებისგან მიღებული ცოდნით, რომელიც მეტნაკლებად ყველას გვაქვს, მარტო იმით რომ გაგეზარდათ. არა, როგორ არის, იცით, ზოგადად არა მარტო ბავშვს, მე ვფიქრობ, რომ ადამიანს აზიანებს თუ დროს არ მიყვება, რომ თანამედროვე თუ არ არის რა. ძალიან მიყვარს წინაპრების დატოვებული ყველაფერი და ძალიან პატივს ვცემ, მაგრამ არანაირად არ ვეწინააღმდეგე იმას, რომ რაღაცა დრო უფრო დახვეწოს და უფრო განავითაროს და უფრო გავერკვეთ, თუნდაც იმ მედიცინაში ხა მეორე მსოფლიო ომის დროს მედიცინა წინ წავიდა, ხო? მაგრამ რის ხარჯზე ცალკე თემა, მაგრამ გულისხმობ, რომ თუ დროს არ ავყევით, მარტო წინაპრების ნათქვამზე თუ დავჭით დღევანდელ მithumetes ციფრულ სამყაროში, ხო? არანაირად პირიქით, მე ვფიქრობ, რომ იქიდანაც უნდა მოვისმინოთ, ის ძველიც არ უნდა დავივიწყოთ, ახალიც უნდა ვისწავლოთ. შევაზავოთ ერთმანეთს და რაღაცა კარგი ვარიანტი გამოვიყვანოთ რატო პირიქით რა. არანაირად ძალიან აზიანებს რა თქმა უნდა. თან ერთი ის არის რომ იმ წინაპრებმაც ის ცოდნა რაღაცა პერიოდის თანამედროვეობაში დატოვეს და ჩვენ მომავალსაც ხოვდა დაუთოვოთ რაღაც ცოდნა. თან თანამედროვეობაში დატოვეს და თან ეს იმ დროს მიესადაგებოდა ძირითადი ის პრინციპები რაც იყო და დროიდან გამომდინარე არის ბევრი რაღაცა ხო რომ აი როგორ აგიხსნათ რა თუნდაც ეხლა ის ცოტა სხვა თემაა მაგრამ ღორი რო არ იჭმება არაბეთში, იმიტომ რომ სიცხეა და იქ არ იჭმება ღორი, ფიზიკური ამბით. მოარგეს რელიგიასაც კი. ეს ხდება აი ბავშვის ამ ბავშვის რა ბევრი რაღაც. გეთანხმებით. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, მე მგონი იქიდან გამოვიდა უკვე კაცობრიობა და ეხლა სხვა რეალობაში ვართ და აქედან ამიტომ იმის არ დავიწყებით, ამ ახალ რეალობას აუცილებლად უნდა მოვარგოთ ყველაფერი. ყველაფერი ბავშვის აღზრდა განწყებული და რა ვიცი, საკუთარი თავის განვითარებით დამთავრებული. ვახო თქვენი არჩევანი ოჯახში. ნუ რადგან მამების დროა განსაკუთრებით ხას მამას უსვამთ ხოლმე, მაგრამ თქვენი არჩევანი პროფესიული როგორ მიიღეს? მით უმეტეს მაშინ
90-იან ახლოს იყო საერთოდ დიდი ალბათობით ეგ ამბავი. და როგორც ახსოვს მეგონი ხუჯერის სხვა პროფესიაზე სხვა ჩააბარე. როგორი იცით რომ ბავშვობაში საბავშვო თეატრში გავი ასე ანუ ისოდნენ ჩემთან თითქოს მეულოდებოდნენ რომ სამსახიობო ჩავამბარა. დედა იყო მე. დედა თეატრში. და ისე მოხდა რომ ბოლო წლებში აღარ მომენდომენ და აღარ ვაპირებ ჩაბარებას მივიდი გერმანიაში სათვალსაჩინოდ და აქ მაინც ჩავაბარე ლოტკინზე გურამ თავართხილაძის ეხლა გურამ თავართხილაძის სახელობის არის იმ უნივერსიტეტში და ერთი წელი ვსწავლობდი იმიტომ რომ გერმანიაში ვერ წავედი სასწავლებლად ისე მოხდა და იქიდან მე გამოვიტანე საკუთრები და ჩავაბარე თეატრალში ერთი წლის მერე და ეს არიცოდნენ სახში იმიტომ კი პრობლემა იყო უბრალოდ მე თვითონ მეუხერხულებოდა ის რომ მანამდე რომ რაღაც უღარი ვთქვი აღარ მინდა და ეხლა რომ გადავთქვი თუ რაღაცა ეს მომენტი მეუხერხულებოდა და ამიტომ არ ვთქვი და მე უკვე მესამე გამოსვლაც რომ ანუ პირველი ორი ტური იყო და მესამე გამოსვლა ეს სამსახიობო ოსტატობის და მე მეყობოდა კიდე სამი გამოსვლა ქართული ისტორია და თეატრის ისტორია და აი პირველი სამსახიობო გამოსვლა ანუ ორი ტურის შემდეგ გამოსვლაც ჩავაბარე მე უკვე უთხარი სახში რომ ვაბარებთ მაგ სამსახიობო ოსტატობაზე 1000-ნაირი კურიოზი გაგვიგია ხოლმე და მართლა ეგეთ უცნაურ დავალებებს აძლევენ. უცნაურს როგორ გითხრათ, ეჭვდებს გაწლებენ რა რა დავალება მოგცეთ. მე ერთი მომცეს რომ თუ გახსოვს. აი მეგობარი გარდამეცვალა და იმის პანაშვიდზე ეწრე რომ დავარტყი როგორ მახსოვს. და უცებ შემოვედი ამ ოთახში და აღმოჩნდი მის ოთახში შემთხვევით რა. ამ გარდაცვლილი მეგობრის ოთახში და ვათვალიერებ მის ნივთებს. რა საინტერესოა. ძალიან მაგარია. აი ეს ეწოდი მომივიდა მე მახსოვს. კიდე მქონდა მე ხო რამე ორი ტურია და გამოსდა. ერთი მახსოვს კიდე, მესამე კი არ მახსოვს. ერთი მახსოვს კიდე რაღაცა ის ნარკოტიკი აღარ მახსოვს პლანი თუ რაღაცა ვითომ გაქო და უცებ კარებზე გაკუნიაო და აი პოლიციაო და სად გადააგდებო რომ ტუალეტში ჩარეცხო შეიძლება არ ჩაირეცხოს აი პანიკაზე რასიზავო რა რაღაც ეს იყო. მესამე აღარ მახსოვს. ეხლა მე ის ამბავი დიდი ალბათობით მოგონილი მგონია გივი ბერიკაშვილს კითხეს გივი ბერიკაშვილს აწერენ. სპილო გვაჩვენებთ რაღაცა ჯიბები ამოდატრიალაო და აბა ხორთობის მარა ხონ რაღაც უცნაურ დავლებებს იძლევია ხოლმე. ხო ნუ ახლა ეტიუდია და მსახიობი თუ ხარ უნდა გააკეთო. ხო ერთ ინტერვიუში გაქვთ ასეთი ნათქვამი რომ მამა იყო ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. როგორ შეძლო მამამ რომ ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა რომ დღემდე ამბობ რომ მამა იყო საუკეთესო მეგობარი და ზოგადად ეს მეგობრული დამოკიდებულება მამასა და შვილის შორის რამდენად ჯანსაღია და რამდენად უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას. მე მგონი საერთოდ მეგობრული დამოკიდებულება ყველა ურთიერთობაში აუცილებელია, თორე ისე არ არის სრულყოფილი ეს ურთიერთობა. იგივე დედასთან, იგივე მეუღლესთან, შვილთან, შენი მეგობარი თუ არ არის, რა თქმა უნდა, სიყვარული არის, მაგრამ ეს სრულყოფილება მე მგონი აკლია ამ ურთიერთობასთან. შვილთან რა თქმა უნდა, ოღონდ ეს ყველაფერი იმ თავის ლამაზ დოზებში უნდა იჯდეს რა და ეს გადამეტებული არაფერი არ ვარ, მეგობართანაც არ ვარ, ჩემი აზრით, ზედემეტი არაფერი და მამა ჩემმა ეს მოახერხა თავის უბრალოებით. საერთოდ მე მგონი უბრალოება არის ყველაფრის საწყისი, კარგის. აი იმითი რასაც მე მინდა რომ ეხლა ჩემ შვილებს გადავცე, რომ ყველაფერს ჩემ გვერდით იყო. რაცაც მე გადავწყვეტავდი, იქ ძალიან კარგი მრჩეველი იყო, ძალიან. საერთოდ ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. იყო ძალიან შვიდი და ძალიან გვერდში მდგომი. აი მოვიდოდა და შეიძლება დღეები ფეხზე მდგარიყო არ წასულიყო უბრალოდ აი რაღაცა გასაჭირი აი რაღაც ისეთი გვერდში მდგომა იცოდა რომ მართლაც როგორ გითხრათ ბევრი ამბობს ამას რა მამა ჩემის გვერდში მდგომას ასე გამოყოფენ რა თვისება ქონდა ძალიან ძლიერი და მე თვითონ შევებდით რა მე არ მახსოვს მამა ჩემისგან ჭუბი არასდროს არასდროს არ ჭუბია ჩემთან არა სულ რაღაცას თან ისე მეტყოდა ხოლმე რომ მე თან უფრო უხერხულობაში აი მაგდროს არ გერჩინო მაგრად ეჭხობა აი ისე დამოკიდებულებით მეუნებოდა თქო ერთ სიტყვას ალბათ კაი რა შეიძლება ეთქვა მაგრამ ისე მეტყოდა რომ ხვდებოდი რომ მას ჩემი იმედი ჰქონდა და მე მეყნობოდა მენდობოდა და მე გავუცრუე აი ამას ხვდებოდი და ეს იყო ჩემთვის უარესი ყველაფერზე ყველანაირ ჭხუბზე და ყველანაირ ყველაფერზე რა ვიცი რა უნდა ეჭხუბო ხა ხო მithumetes ახლა 16-17 წელს რო ხდება ბიჭი აი რა უნდა ეჭხუბო ხა არა რა ჭხუბი კი არა მან უნდა იყო მეგობარი რომ გაგიზიაროს და საერთოდ რაღაც სწორი გზა თუ გინდა რომ აჩვენო მან და უნდა დაკარგო ურთიერთობა თორე აბა ბავშვობაში ყველა დასდევს მამას იქით ხო მე გიწევს შენ დევნა და აი მან უკვე აღარ უნდა მოგიწიოს დევნა თორე ვერ დაეწევი რა შანსი არ არის ნუ რა კაი რაღაცა
მერე დაწევ მართლა შანსია. არა ხო მე რა ორი რამდენი წლისები era ნიკოლოზი და ილია? ნიკოლოზი არის 18-ის, ილია 16-ის. ოჰო. თამაშობენ კიდე რაგბის. კი, ნიკოლოზი არის ხა 18 წლამდელთან ნაკრების შესარჩევშია. უფრო ბავშვებს ეძახი დღეს ტაქსიუმი. რა ნომერზეა? ბავშვები ჩაისვიმეთ, კი ვინ არიან ბავშვები? ზოგი აქ არ შემოეტევა, ოღონდ მართლა. ჩემი 10 ნომერზე. ეს უფროსი და პატარა არის 15 ნომერს თამაშობს, ისიც მორაგბია. ხაზელები არის. იმას ეხა უწევს ალფა. 17 წლამდე, ხო? დაენახოთ რა იქნება. ზუსტად ის ასაკია რაღაცნაირად რჩევების მეც რო გამომადგება და თინეიჯერი შულები ვისაც ხავს იმამებს ერთი კვირა არაა გასული პირველად მოხდა სანდრო 14-ის არის მალე ხდება 15-ის პირველად მოხდა რომ ღამის 2 საათზე მომბრძანდა სახში კლასელს მოუწყვეს ღამის 12 საათზე და გოგოს დაბადების დღეზე და აი ჯორი კანაკალები რო არიან ფანჯარაში გადაყვდო მთელი ღამე ეგრე ვიდექი როდის მოვა შევჭამე ტელეფონით ამ მომენტს როგორ შეეგუეთ პირველი ის იყო დაგვიანება გვიან მოსვა და კინაღამ გაგვიჟდი ყოველთვის ვიცი სად არის ვირთან ერთად არის შეიძლება ეგ ცუდია, მაგრამ არ ვიცი, ისეთი საშინელებები ხდება, რომ სხვანაირად ვერა რა. მაგ მომენტს როგორ შეეგუეთ, რომ კონტროლი ცუდი სიტყვა, მაგრამ როგორ ახერხებდით მოკლედ ამ ამბავს? აი, რაღაცნაირად ვცდილობ სულ, რომ არ შევხედო, თუმცა არ მინდა რომ ისე მოხდეს, რომ მართლა ისეთი საშინელებები ხდება, რომ ყურადღების მოდუნება არაფრით არ შეიძლება, მაგრამ არც ის მინდა რომ რაღაცა პანიკას მივეცი, იმიტომ რომ ამითი მე ვფიქრობ, რომ თვითონ მათთანაც აღარ ეკნებათ ჩემდამი აი ის რომ მითხრან სად არიან თუნდაც რომ ხმე არ ვინ აი იმიტომ რომ ეხა აგვიანებენ სულ იმ ასაკში არიან ერთსაც გოგო მოწონს და მე მგონი მეორესაც არ ვიცი და მოკლედ თელი ამბავი ხო და მაგრამ არ არსებობს რომ არ მითხრან რომ აი სად და როგორ ანუ თუ რაღაცა დაუკავშირდებიან დამიკავშირდებიან თუ ვერ მიპასუხებს მე უეჭვი ანუ სანერვიულობს არ მაძლევენ და მე ვცდილობ რომ აი არ დავანახო ეს თვითონ კონტროლი თუ რაღაცა, მაგრამ აქედან სულ ვარკვევ. სანამ იმათ დაურეკავ, ჯერ ვარკვევ სად არიან და მე ურეკავ, რომ აქედან გაიგებენ ახლა მაგ საიტულოს. არა, ისია ისედაც. არა, ნდობა მაქვს, რა თქმა უნდა, ჩემი ფილმის, მაგრამ მაინც არა, ხო, მაგრამ ისეთია, ის არის სიტუაცია. კი, არა, ძალიან. შენიშვილის გამ. ხო და არ ვიცი, რა ჩემთან მუშაობ რა მაგაზე რა, რომ აი ცოტა ისე მიუდგე რომ არც წვადი დავწოდა არც ჩამფული რა არც დავაკლო ყურადღება და არც გადავამენ ხო ასეთი რამე თქვი რომ თუ აგვიანდებათ მირეკავენ მატყობინებენ ეგ ყველაფერი ხო არის იმის შედეგი ზუსტად რაზეც წეგან საუბრობდით იმ მეგობრული ურთიერთობის რომ იციან რომ მამა ინერვიულებს საფოსფორში გაყენებენ და რაც თავარია რომ არა აქვთ შიში კი ბატონო შიში ნამდვილად არ აქვთ იმის რომ რამე მომატყუნა და მიმატყუნა რა ეგ ხო ალბათ დიდი ალბათობით ეგ არის მაგ ურთიერთობის დამსახურება იქნება ალბათ როცა გახსნილია ურთიერთობა და ცდილობ რომ მეგობარი იყო მართლა ოღონდ ისევ ამბობ რა რომ ის ზღვარი უნდა ზღვარი ნორმა ჯანსაღი ზღვარზე აქვს საუბარი რა აუცილებლად უნდა იყოს ყოველთვის რა კი აი წეღა რო თქვით რომ თუ რამეს დავაშავდი მამისგან დიდი ჭხუბი და ის არ მახსოვს თქვენ შემთხვევაში როცა რამე უსაქციელობა ჩაუდენია თქვენი რეაქცია როგორი იყო? გიჩხუბიათ მოკლედ. თუ გაგისინვინებია არასდროს არ მიჩხუბია საერთოდ არც ერთთან. მაგრამ რეაქცია რაღაცა იქნებოდა. რეაქცია ხო აი დაახლოებით მამაჩემისნაირი რეაქციას ვეცადე რა. და ვიცი მე მგონი გამოვიდა იმიტომ რომ ძალიან ისე იყვნენ თვალებში ვეღარ მიყურებდნენ. აი ძალიან კაი ტაქტიკაა მას. ხო არა მე მგონი ხო სწორიც არის რა იმიტომ რომ თან ცოტა რაღაცა იმ სინდისის გზნობასაც და ნამუს ცოტა უფრო და ღირსებას ცოტა უფრო უზრდი მე მგონი ამითი რა პასუხისმგებლობის შეგრძნებას რომ აი მთელი ცხოვრება მზადდნენ ესე რომ შენიშვნა არ დაიმსახურო შენიშვნა არ მიიღო და როდესაც ხვდები ისეთ ფაქტებს როცა ჩემ ხელა ადამიანი ხო 50 წლის ხვდები 2 წელიწადში ხო ჩემზე უფროსიც ყოფილა შემთხვევა რომ რაღაცა გაკრული იყო სიგარეტს მოწევთ და ამან ამოიღო და მე მგონა ვერ დაინახა და წერია მეთქი როგორ თქვენ ჩავაკროფო ხო ხვდებით და ხო ხვდებით და ანუ რას ქვია რომ მეტყვიან ვიღაცას უშვილება იქ შენიშნა მივაცემენ ხა ამ ხელაკაცმა რომ აი რა ვიცი მიწა გამისკდეს მირჩევნია ანუ ხო და აი ეს მინდა რომ ჩავდო აუცილებლად რა რომ ეს თვითონ შიგნით გქონდეს შინაგანად ამას გარეგანად მე უკვე ძალიან რთული იქნება ალბათ რა დასრულ ასაკში ამის შეძენა თუმცა ალბათ გვიანი არასდროს არ არის რა თქმა უნდა მაგრამ რთული იქნება ალბათ უფრო
ვიდრე ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემ მოვალეობა თუ მშობელი ვარ და მე უნდა ჩავდო ეს უნდა ვეცადო ყველა ვარიანტში რომ რასაც სწორად მიმაჩნია ის ადამიანური და მორალური თვალსაზრისით ის ჩავდო ბავშვებში რა არა მარტო მათში მათ მეგობრებში რა თქმა უნდა ერთ ინტერვიუში ასეთ რაღაცას ამბობ რომ არასწორად მიმაჩნია რომ ხაზს უსვამე როდესაც მამა ჩართულია შვილის აღზრდაში იმიტომ რომ ეს მისი ისეთივე მოვალეობაა როგორც დედის რა თქმა უნდა ჩვენ საზოგადოებაში დღემდე მაინც დედის ვალია ითვლება საზოგადოება ეგრეთ თulis რომ შვილი უნდა აღზარდოს დედამ და მამამ პირობითად თქვა საჭმელი გაუკეთა გაასეინა პამპერსი გამოუცვა ან რაღაცა ამბობენ რომ აი მაგრად ეხმარება დედას ხო და რა ხო უცნაურია ძალიან ხო ჯერ მე თვითონ მქონდა სურვილი ხა ჩემი შვილია მე თვითონ მაქვს სურვილი რომ ყველაფერი გაუკეთო რა ყველაფერი ვიცოდე როგორ კეთდება რა კეთება ანუ მე თვითონ მაქვს სურვილი რომ წავიყვანო და შემეძლოს ხა როცა უკვე ზუზუს აღარ ჭამს შემეძლოს რომ იტყვაზე 2 დღე სადაც მოუხიო ამასე ანუ შენ თვითონ გინდა რა და რანაირად შეიძლება ეს რაღაცა ზედმეტი იმათ ჩაგეთვალოს ან მე ჩაგეთვალოს მართლა თანაბარია რა ეგ ხო შობელი ხარ ჩვეულებრივი რა მშო მაგრამ ხარ მუსლით არ არის და შენ არ აჭმეო ამიტომ რატო გაქვს ნაკლები ვალდებულება და ნაკლებად უნდა ჩაითვალოს რომ შენ რაღაცას ინაშები მე ვერ ხვდები ვერანაირად აი რატო რის ხარ რა რა გონი ადრე ვთქვი ერთ-ერთ გადაცემაში ადრე დავწერე ეგეთი ბლოგი რატომ არასოდეს ვეხმარები ცოლს ნახევარმამ ლანძღასა თაურის გამო იმიტომ რომ ჩვენ თან ხო სათაურებს კითხულობენ ძირითადად ნახევარმამ ლანძღას შინაარსს გამო შინაარსში მეწერა ზუსტად ეგ რომ ეს ჩემი საქმეა ისევე როგორც ჩემი მეგობრის დახმარება არის როდესაც ქუჩაში მიდივარ ვიღაცა პირობითად რაღაც ხერხავს ღებავს და მივარ და გეხმარები და როცა ჩემ საქმეს ვაკეთებ ეს დახმარება არ არის კი ბატონო გამასწორეს მიწას შენ რა ქართველი ხარ ხო და რატო არ არის ეგ არ ქართული რომ კაცმა არაფერი არ უნდა აკეთოს და ქალმა უნდა აკეთოს თუ განაწილებულია ოჯახში საქმე ეგ სხვა ამბავია შეშიშ შეხა უფრო კაცური საქმე იმიტომ რომ ძალას მოითხოვს და ჭურჭელს უფრო ქალის იმიტომ რომ ძალას არ მოითხოვს ეს განაწილება სხვა ამბავია მაგრამ ის რომ ჩემი საქმე არ არის ხა რამდენჯერაც არ უნდა იყოს ხა როცა ვერ რეცხავს ადამიანი ჭურჭელს ან ფიზიკურად ვერ ან უბრალოდ არცალია მიხვალ და გარეცხავს რა პრობლემაა ანუ რატო ითვლება რომ სხვის საქმეს აკეთებ ვერ ხვდები მართლა შენ სახში რომ შენ გარეცხავს და როავა ნიჟარაში ამ სიმაღლეზე უკვე არა მაგის კომპლექსი მე მგონი თვითონ აქ იმ ადამიანის პრობლემა როცა ეგ კომპლექსია მე მგონი რა იმიტომ რომ არანაირად რა როცა საჭიროა კაცმა უნდა იცოდე რა ეგ ელემენტარული შენ სადაც ცხოვრობ ჰიგიენის დაცვა ხო უნდა იცოდე და რატო არის სხვის საქმე რომ თებში სულ ევროპაში ცხოვრება გასწავლათ ეს ყველაფერი ევროპაში ცხოვრება ბევრი რაღაცა მასწავლა კი მაგრამ ეგეთ მხრივ რო გითხრათ დიდად არა ანუ ისედაც ეგრე ვფიქრობდი სულ იმიტომ რომ თუმცა ევროპა ხო გეუბნებით ძალიან ბევრი რაღაცა რა თქმა უნდა მასწავლა კარგი და ისიც მანახა რომ რა არის ჩვენთან კარგი ჩვენი კარგიც ძალიან კარგად დავინახე როგორც სუდი ასევე ანუ ბევრი რამისთვის კარგია საერთოდ გასვლა ქვეყნიდან და რაღაცა ნახვა რომ ხვდები რომ მარტო ეს 3 მილიონი არა ვართ და რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ არა ვართ ხვდები რომ საერთოდ ძალიან დიდია მსოფლიო და ნახევარმა მსოფლიო ალბათ არც ისის რო არსებობთ და ისე როგორც ჩვენ არ ვიცით ვიღაცა სხვა ნახევარი და ანუ გავიდეთ ნახოთ და აუცილებლად უფრო დავაფასებთ ჩვენსას იმიტომ რომ ძალიან ბევრი პლუსი გვაქვს ჩვენ ერთს მაგრამ ჩვენ მინუსსაც ძალიან კარგად დავინახავთ და რავი ჯანმრთელ შემთხვევაში ვეცდებით გამოსწორებას ხო თუ გადავდიოდი ქუჩაში თუ აღარ გადავალ ბავშვო დავინახავ ნამდვილად აღარ გადავდივარ რა იმიტომ რომ თუმცა შეიძლება ის მშობელთან ერთად გადმოვიდეს წითელზე მაგრამ მე მაინც გავარ და ველოდები სანამ არ აინთება ოს გადმოვიდნენ მაინც თან ეხა მსახიობიდან გამომდინარე რომ მიცნობს ხალხი კიდე უფრო მგონია რომ მაგალითს მიიღეს ბავშვი ცოტა არასწორს ჩემგან იმიტომ რომ შეიძლება ჩემი არასწორი საქციელის ჩათვალოს რომ ეს მოსულა რადგან ტელევიზორში დასახულები ძია და ხო ეს აკეთებს და ამიტომ ხო ეს რაღაცები შეზღუდვები არის აქედან გამომდინარე ისეთი რომ პრინციპში შენ ქშველის ეს შეზღუდვა რა პირველ რიგში შენ თვითონ უფრო წესიერს ხდის რა გუშინწი რომ მოვედით და არ გამოვიდა ჩაწერეთ დედაჩემის დაბადების დღე იყო ჩემ შვილთან ერთად წავედი საჩუქარზე პატარები ხო ყოველთვის ხალხთაბადები არიან ხოლმე და მადლობა შორს იყო ზებრა 1 საათი მეჯუჯღუნა ხო ისნო გიოს რატოტუცი რა მინდა იმ შორზე აქედან გადავიდეთო და თან ძალიან ცოტა მანქანა დადიოდა
მაინც მივიყვანე იმ ზებრაზე. უკანა წამოსვლაზე კიდე იჯუჯღუნა რომ რატომ ატარებამდესო, მაგრამ ჯობია რომ ცოტა მაგალითი იყოს ეს ფიქრო კი აი უთქვენოთ მაინც ისე გადავა ხო მაგრამ ეს ექნება თქვენგან ყოველთვის და მე თავისუფლს უეჭველი იგივეს გავუკეთებს რა იმიტომ რომ რაღაც მომენტში წესიერება ეცოდინება სად არის კი მაინც შეიძლება ეხა არ ღვევს მაგრამ იცის რომ ის არის წესიერი და თქვენ რო ეს არ ანახოთ ეგონება რომ წესიერი ეს არის რა თქმა უნდა აი ხო ეგ არის მარტო და მე იმ წესიერებას არ არასდროს უკვე რაღაც მომენტში გამოიყენებს რაღაც მომენტში ყოველთვის თავისუფლს მაინც გადასცემს მაშინ მაინც გახდება თვითონ წესიერი მადლობა მაგ სიტუაციებისთვის არ არასდროს ეგრეა რა არ იკარგება ხო გზა უღონი შენგან მთელი მერანო ჩემო მაინც დარჩება ფიზიკურ დასჯაზე და ცემაზე აუცილებლად მინდა თქვენი დამოკიდებულება მოვისმინო რა ფიზიკურ დასჯაზე მე ძაღლის მიმართ ფიზიკურ დასჯაზე არ მაგ კატეგორიული ის დამოკიდებულება უარყოფითი და ხა ბავშვს საერთოდ არც განვიხილავ მაგას, იმიტომ რომ რა ვიცი ეს საერთოდ არაფერს შეწერია. ანუ მართლა გეუბნები, ძაღლისთვის არის კატასტროფა რა, იმიტომ რომ ის ამ აგრესიას იმახსოვრებს და მე ავლენს ან სხვა ძაღლთან, სხვა კატასთან, სხვა ადამიანთან ან ოჯახში შეიძლება და ძალიან ბევრი სხვადასხვა შემთხვევაა და ეს ძაღლების ფსიქოლოგიებისგან რაც ვიცი რა და ადამიანი ხო საერთოდ ეხლა ადამიანი შვილი ეხლა თან შობლისგან ეხლა იქ თუნდაც იმ ლიტერატურაში ძალიან ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით რომ ეს მარტო ის არ არის რომ ფიზიკური ტკივილი ეს აბსოლუტურად სხვა ფსიქოლოგიური წნეხია ბავშვისთვის როდესაც შობელი ვის იმედადაც ცხოვრობს ბავშვი და ვინც არის მისთვის აი უპირობოდ მის გვერდში აი ესე წარმოუდგენია იმისგან რომ ამ ძალადობას ღებულობს იმდენად ერყევა ფსიქიკა, რომ ვინ როგორ გამოავლენს ამას, მე არ არის აუცილებელი რომ მანიაკი გახდეს. შეიძლება პირიქით ძალიან დადროგუნული ადამიანი გაიზარდოს, ეს ნორმალურია თუ მოსულა რა, ახლა სხვას არ ავნებს არაფერს, თავის თავში რომ სუმავნებლობა ჭირს. ანუ ყველა ვარიანტი თუნდაც აისახება ეს, ნუ აი ერთეული და ესეთი პარადოქსული შემთხვევები ყველგან არსებობს, მაგრამ ამის იმედად ბავშვი ცემა. არცდება არა, ძველი ხაზია. არანაირად არ გამოდის. მოდი დღეს გავძუყნავ იქნება. ხო იქნება და ხვალიდან კაი ბიჭი გახდეს. არა, ნუ ეგ რა ვიცი, საერთოდ ეგ შეგნება მგონია რომ გადაშენდა თითქოს, მაგრამ ნუ რასაც ვისვენთ ხოლმე, ხო? ხო. მე ვიყავს ფსიქოლოგი და თვალები გაფართოებული. ალბათ, ხო? თვალები გაფართოებული მოდის ხოლმე. ძალიან გიდგენია თუ ალბათ რეებს ისმის. აი მე კიდე კენ სახიობი ვარ ეგეთ რაღაცას ისმენ არ ვიცი. არა საჩემილია მაგდენი. ისე რომ ქონია ეგეთი როლი? ცუდი მამის. კი როგორ არ მქონია. კი. სოფლიაძის და მქონდა საშინელი მამა შულს ურტყავს და. და ერთული არის ხო? ძალიან ცუდი. თაში შულს ყიდის მე რა ანუ ყიდის როგორ ხო? ერთი ღამით თუ რაღაცა. ეგ არ ვიცი. აი ეგეთი საშინელი მოკლემეტრაჟიანი. ხო რთული არა ანუ ანუ ის ტიპი უნდა გახდეთ და მე თავი გეზიზღება რაღაც მომენტში რა მაგრამ ნუ როლია რა და ეგეთ როლებს ვცდილობ ხოლმე რომ ან სუ პრინციპი მაქვს ეს რომ უარყოფითი როლი რა თქმა უნდა მსახიობი ვარ და მიწევს მაგრამ მინდა ვითამაშო ისე ანუ რომ გაჩვენო რომ ეს უარყოფითია და არა ეს მოსულა უარყოფითი მესმის გასაგებია ხო ეს თუ პირიქით ემსახურება რომ არა უშავს აი მან შანსი არ არის ეგეთ როლზე მithქვამს კიდევაც უარი და მithქვი ყოველთვის რომ მე უარყოფითს გავუკეთო რომანტიზირება და რაღაცა ეგ არ არსებობს. არ ვიზამ მაგას ხო პრინციპი. ხო ძალიან მაგარი. მაგარია მართლა. უარყოფითს ეშმაკსაც ვითამაშებ, ხო გაჩვენებთ რომ ეშმაკია და აი ეგ არის. ეგ კი მოსულა რა. იმიტომ რომ სახიობი ვარ და უნდა გაჩვენო ვიღაცა მქონე გაჩვენოს რომ ცუდი როგორია რა. მაგრამ ცუდი უნდა გაჩვენოს როგორია და არა ის რომ ცუდიც არა უშავს. ხო აი ახლა 90-იანების რომანტიზება რომ ბნელი და ტკბილი აი ტკბილი არ იყო ის ოთხი. არა ტკბილი ნამდვილად არ იყო არანაირად ეხა შეიძლება ურთიერთობები ცოტა უფრო თბილი იყო ხალხს შორის იმ კომუნისტი წყნარი ცხოვრებიდან გადმოყოლებული და ასე ეგ სხვა არის გასაგებია. და ბევრად იყო რაღაცა არსებობდა სიტყვაზე ავტორიტეტები არსებობდა აი თქო საპატრიარქო თქო ინტელიგენცია შავი სამყაროც ანუ რაღაც ავტორიტეტები არსებობდა ეხა აღარ არსებობს არა გასაგებია მაგრამ ამიტომ თბილს ნამდვილად ვერ დავარქმევ მე 90-იან წლებს თუნდაც იმდენი გარდაცვლილი ბიჭის გამო რაც და იმდენი დაკარგული ტერიტორიის გამო და იმ გაწამებული ცხოვრების გამო რაც თუნდაც თბილისში და მთელ საქართველოში იყო იმ უშუქობის და იმ რა ვიცი საშინელი განუკითხაობის გამო როგორ დავარქვა თბილი დანებროს და ხალხი რომელსაც დღემდე მოყვება ეს პრობლემები კი რა თქმა უნდა ნუ იქ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა მაშინ არ იყო ეს პრესა და ეს ციფრული ცხოვრება და ბევრი რაღაცა მაინც რამდენმა მოაღწია ესე იგი რეები აკეთეს რომ ესე მოაღწია მათ მასახელებმა ჩვენამდე და რამდენი დაიკარგა რამდენი საერთოდ არც ვიცით და ისე ჩვენმათ არის გაკეთებული ისეთი იმდენი საშინელება რომ რა ვიცი აი ეს ავტორიტეტები რო ახსენეთ მინდოდა მაგ საკითხს შევხებოდით თქვენც ითამაშიათ ხოლმე ცოტა რაღაცა მოძველ ბიჭო კი ბატონო ჩემი აზრი მინდა ვთქვა რომ აღარ დამთავრდა ეს ჩაქუჩების და ზლოების და ფსიხების პატივისცემა ჩვენ ქვეყანაში რაც მე პირადად ძალიან არ მომწონს და
ამ თემაზე ქონიათ ხოლმე შურებთან მედიათ არ მქონია არ ვიცით ალბათ ვერ ვიხსენებ კი მქონია თუნდაც იმ აი როლებიდან გამომდინარე იმიტომ რომ რახან მიწევს საუბრებით მქონია თან ახლა რა ვიცი ყველანაირი ადამიანთან მეგობრობ ყველანაირი ძალიან დიდი წრე მყავს სანაცნობო და ძალიან ხშირად მიწევს შემშულებთან ამაზე საუბარი რომ თუნდაც რაღაცა სხვანაირად არ მოეჩვენოთ და არ იფიქროთ რამის რომანტიზირება და რამის მიჩქმალვა და თითქოს გალამაზება და არ ეგონოთ რომ ეს რადგან ესე არის ხოლმე წარმოადგენილი რომ ეს მართლა ესეა და თუნდაც აი ეს შავი სამყარო რეალურად რა არის ხა მე ამას არც მაგამის საშუალება დავანახო და არც მინდა მაგრამ თეორიულად შემიძლია ხოლმე აუხსნა რომ თლათ ესე არ არის როგორც ფილმებში გვიყურებიან რა რეაქცია გაქვს როცა იცი რომ შვილები გიყურებენ ან თქვა სცენაზეც როცა იცი რომ პრემიერას ესწრებიან რაღაც დამატებითი ნერვიულობა თუა როგორ გითხრა არ მიფიქრია მაგაზე ანუ არა ალბათ რა ანუ იმენად პირიქით უფრო ის არის რომ სიამოვნებს რა უფრო ვინდომებს შეიძლება არა ვერ ვიტყვი უფრო ვინდომებ იმიტომ რომ სხვა შემთხვევაშიც არ ვიკლებ მონდომებას ნამდვილად მაგრამ უფრო სიამოვნებს რა იმენად შეჩეული ვარ ამას და იმენად ჩემი პროფესია ეს რომ სხვისთვის უნდა გავაკეთო და ეს კომპლექსი რა ვიცი თეატრალურიდან ჩახსნილი გვაქვს უკვე რომ პირიქით ის არის რომ რაც უფრო ვიღაცა ვისაც ველოდები და მინდა რომ ნახოს რომ მოდის უფრო კარგად მოქმედებს ხო აი მუღამია თორე ის რომ იქ უფრო კარგად თამაშობდა იქ ნაკლებად მაგას ვერ ვიტყვი ნამდვილად მონდომებას არც ერთ შემთხვევაში არ ვაკლებ მაგრამ იქ რაღაც სხვა სასიამოვნო შეგრძნებაც არის რომ იცოდი რომ შენიანები ესწრები მამა როგორ იყო როცა თქვენ იყავით სცენაზე რა ვიცი ნერვიულობდა მაგრამ აუ მე რო ეხა ეს ბოლო პერიოდიდან სანდრო ძალიან დააკავეს სცენაზე ძალიან ბევრჯერ იყო ამ ბოლო პერიოდში და ყველა მისვლარი ჩემთვის არ ვიცი მე მგონი ნახევარი სიცოცხლეს ზიგტოვებ ხოლმე ისევ ნერვი ვიყ და შენ წარმოიდგინე შენი შვილი რო ჩხუბობდეს და მაგას უყურებდა მე მიწევს ტაეკვონდოზე და ჩემი გოგო და რასლაბანა და რო გადის ხოლმე აი რა გასე მაქხოლამე ლავიცის ხმები აქეთ ის მისხო მაშინა კლა აქაც ეხლა ერთ-ერთი ბოლო ორთავბრძოლის დროს თავში მოარტყეს კარგი ბადიანი სამქულიანი აუღეს და შენ მოგიკვდეს მაგიდან ეგეთია ხო აი ნიკოლოზიც აი ნაკრების რო გითხარით ბოლო შეკრებაზე თამაშზე რო ჩავედი უცებ თავში დაეჯახა ერთი ბიჭი დაყვით ანუ ამ ბურთი გადაიგდო და ის მოუტრიალდა და აი ძალიან ისეთი იყო რა ესეც გარბოდა ისიც მოტრიალდა და აი ქართულ რუსულად ქვია სწრეჩნი როგორ არის შემხედრი რომ მოხდება და 1-2-3 წუთი იყო და ექიმის მივიდა და რამე და მეთქი ვაი შულო არა რაგში ეგ წამოდგა გააგრძელა რაგში ეგ მოსული ამბავია არა მეთქი ხა ტვინი შერყევა თუ აი კი და მან ვაი ხაუტენი შეყවත් ძიმე ამბავი არა გადავრჩით ნიკოლოზი და ილია ვახსენეთ და ნატალია რას საქმეა ნატალია გერმანიაში სწავლობს ახლა ამთავრებს ერთი გამოცდა დარჩა დასაწერი ახლა 29-ში 30-ში ჩამოდის და მე რეცენზია აქვს დასაწერი და დაამთავრებს უნივერსიტეტს იქ რა სპეციალობა მენეჯმენტი ეს ბიზნესი ივენთების მენეჯმენტი რაღაც რამდენიმე ფაკულტეტი იქ სამ ფაკულტეტი შეიძლება აირჩიო და რომელზე გადავიდა ბოლოს მე კიდე ხაინახას გადავიდა აღარ მახსოვს მაგრამ ამ სწავლის განმავლობაში ამ 4 წელიწადში 6 თვე მარსელში იყო იგივე პროექტით გადასული იქ ისწავლა მაგრამ კაი გოგოა ძალიან აი თქვენი ის ნერვიულობის ამბებიც გვაინტერესებს ბუნებრივია ხალიშვილი რო ასე შორს არის თქვენგან ხო ნატალიკო იქ დაიბადა როგორც გითხრათ სამივე იქ დაიბადა მაგრამ ნატალიკო ბაღიც იქ დაამთავრა და გერმანული იცის ქართულივით. ანუ რო ჩამოვედით გერმანულ სკოლაში მივიყვანე, იმიტომ რომ არ დავიწყებოდა ენა. თორე იქ სულ ქართულად ველაპარაკებოდით, იმიტომ რომ ქართულად ვერ ლაპარაკობდა ბავშვი ფაქტიურად ბაღიდან გამომდინარე. ის მაკვირვებდა იქ სხვათა შორის ოჯახებისგან, რომ იქ სახშიც რო გერმანულად ელაპარაკებოდნენ, სულ მაგაზე მქონდა კამათი, რომ რასაკეთებთ, ანუ ერთ-ერთი ხარ ვინც შეიძლება ენა შეუნარჩუნო, მაინც ვერ ერევი მშობელი. მაინც გარემოს იმხელა გავლენა აქვს, ტელევიზია ყველაფერი გერმანულია, ბავშვი მაინც სულ ქართულად ველაპარაკებოდით, უკვე გერმანულ სიტყვებს ურევდა, სულ ველაპარაკებოდა. და მაშინ მანამდეც მქონდა პრინციპი ის მქონდა, რომ ნატალიკო სკოლაში უნდა შემეყვანა აქ. უნდა დაუბრუნებულიყო. და 10 წელი ვიყავით იქ, მაგრამ მაინც დაუბრუნდა. ზუსტად ნატალიკოს სკოლისთვის. არა, აქ შევიყვანე უკვე გერმანულში. რო ხა უკვე გერმანული არ დავიწყებოდა. და გაამართლა ამ მეთოდო. ხო, ნუ ეხა აქ უკვე ქართული რა თქმა უნდა ჩვეულებრივად. ნუ პირველი დედაენა იყო ქართული, სახში ისაა ქართული, მაგრამ ბაღში წავიდა თუ არა უკვე გადაერთოდნენ უნდა გერმანულს. და აქ ისე ნუ ქართული ჩვეულებრივად და გერმანული შეინარჩუნა ისე რომ აი მართლა ქართული ვიტი ტელეფონში ვერ მივხვდები გერმანული არ არის. ნუ თან 12 ახლა უნივერსიტეტში. ეხა უკვე რომ წავიდე ხომ მთელი სკოლის განმავლობაშიც ესე იყო, იმიტომ რომ ანუ აი მართლა მეორე მშობლიური ენა ამისთვის რა. ნუ ინგლისური ისწავლა, ფრანგული ის ასე თუ ისე იცის. რაღაც ესპანურსაც მოკლედ პოლიგლოტია მე მგონი. ხო და მამის განცდები გითხარით ასე შორს ვარის ქალიშვილი. ხო და მამის განცდების ის არის რომ ძალიან მაგარი მეგობრები ვართ მე და ნატალიკო და ის ნდობაც
როგორ გითხრათ რა ვიცი შეყვარებული ვიყავ და პირველი მიმითხრა პირველი მითხრა ყოველ შემთხვევაში მეორე და ასე შემდეგ ანუ ეგ თვითონ ანუ პრობლემა არ მაქვს არანაირი ყველაფერს მიზიარებს ყოფილა შემთხვევა აი პატარა იყო ჯერ კიდევ მაშინ რომ რაღაცა სკოლაში მეგობართან მქონდა რაღაცა გაუგებრობა და როგორ მახსოვს ბაგებში სწავლობდა თუ მაშინ უცნობიძეზე სწავლობდა ქუჩაზე და აღარ მახსოვს აი ყოველ შემთხვევაში შორს და ვერამდე ვიარეთ ფეხით მე და ნატალიკო და მთელი გზა რაღაცებს საუბრობთ და მომიყვა და მეც რაღაცები მოუყევი და აი ესე ვარ ცუდა ამიტომ აი როგორ გითხრათ რა თქმა უნდა შორს არის და მე ნუ ჯერ იქ ჩემი ბევრი ახლობელია ბერლინში და მაგრამ მაინც ნუ შორს არის და ნერვიულობთ ყოველთვის მაგრამ აი ეს ნდობის ფაქტორი და აი ეს ფაქტორი კიდევ ზედმეტად ამ უნდობლობით არა მაგრამ ნერვიულობით თუნდაც ის არ დაინახონ რომ ცოტა უნდობლობაც არის არ ვიცი აი ვცდილობ რომ უკვე თავზე არ მოვახვიო ესეთი რაღაცები და პირიქით ვონდები რომ აბა მიდით რომ არის ფიქრობენ რომ რაღაცის მე მეშინია რა ამ ხრივ ისინაც უფრო თამამად არიან მე ხო ბუნებრივია კი როგორ მაინტერესებს შენი რეაქცია თუ გამიმხელ ნენე რო გეტყვი შეყვარებული ვარ 14 წელიწად ჩემი გოგო 15 წელს გახდება მალე და ალბათ მალე მეც მეტყვის ეგეთი ურთიერთობა გვაქვს რა უნდა გავაკეთო მაგ დროს რა ხდება არ ვიცი გამაცანით ინდივიდუალური ამბავია გამაცანით გქონდა უთხრა ხო მოიყვანე მე შულო მეთქი გავაცანით პირველი ეგ უთხარი ერთხელ ვკითხე ნენეს რომ მეთქი რომ ვინმე რომ მოგეწონებად მეტყვიო და ძალიან გაუკვირდა რომ ამას რატომ ეკითხა აბა რას ვიზამო და გამისწორდა ასე რომ ვთქვათ რა ხო არა რა ვიცი რა მაგაშიც აი ეს რაც საქამდე ვილაპარაკეთ მაგაშიც არ უნდა დაიკარგოს ეგ მამობა რა მე იმ ბიჭის ადგილასაც ჩვენი თავი ხო გვახსენდება რა და ისინიც მორიდებულები არიან ხო ხო და აი მე როგორ ისე შვები რომ საერთოდ არაფერს არ იმაშვები რა პირიქით თული არის ხოლმე სამშობლოში ახლა ოჯახის შექმნა და შენა და თანაცხოვრება და ასე შემდეგ უცხო ქვეყანაში იყავით ბავშვები ჯერ დაბადებულები არ იყვნენ მეუღლესთან ერთად აი ეს მომენტი და ხო კიდე ეს მაინტერესებს ორი შვილის დაბადებას დაესწარით და ილიაზე უკვე აქ იყავით გემხავით ჩამოსული ხო დასწრების ამბავი მაინტერესებს მაგრამ კლინიკის გადაღება აი ეს მომენტი უცხო ქვეყანაში რო ხარ რაღაცა ახალ ცხოვრებას იწყებ ოჯახს საფუძველს უყრი ეგ მომენტი რთული არ იყო აქ დედმამის იმედი გავს ძმაკაცების იმედი გავს კი რთული იყო როგორ არა კი ჩავედი ჩემი დაიყო იქ და ძალიან დაგვეხმარა ეს რა თქმა უნდა მაგრამ ნუ მე ჩემი და წამოვიდა ჩემი და ჩემი სიძე წამოვიდნენ ჩემ დიშულთან ერთად იქ გაჩნდა პირველი ჩემი დიშვილი 4 დიშვილი მყავს სხვადასხვა და ისინი სამი აქედან ბიჭი მორაგბე ხო და ნუ რა თქმა უნდა რთული არის მაგრამ იქ მეგობრები სამსახური იქ სამსახურში ძალიან ბევრი მეგობარი ყველანაირი ეროვნების გაგაქვს რა თავთან ახალგაზრდა ხარ რთული როგორ არ არის არანაირი დახმარება არ მქონია არც საიდან არანაირი ყველაფერს ჩემი თოკეთები და თუ კი რამეს ფარავდით ჩემი ფარავდით ჩემი ფარავდი ყველაფერს და რთულია მაგრამ ნუ სასიამოვნო პასუხისმგებლობაა თან ახალგაზრდა ხარ და ყველაფერს შენ იღებ შენ გისერზე და რო ხვდები რომ კი წვალობ მაგრამ გაგაქვს მარტივი არ იქნებოდა ხა ერთი დღე როგორი იყო ერთი კვირა იყო ისე როგორც 10 წელი ალბათ რა ძალიან უცნაურია აი ეგ და ძალიან დამღლელი გერმანიაში რომ აი ძალიან მონოტონურია ცხოვრება ერთი კვირა როგორც მიდის ისე მიდის 10 წელი და სადაც შეიძლება გაგიჟდე ბოლოს აი რობოტ ტიზმით რთულია და დღე იყო ნუ აი ძირითადად მუშაობდი ხა და ვსწავლობდი თან პანტონის თეატრშიც ვიყავ პირველი ნახევარი და ნუ აი ფაქტიურად 20 საათიან რეჟიმში ცილის გარდა ყველაფერს ვასწრებდი მოკლედ რა. ძალიან რთული იქნება. და ღამე მუშაობდი და ასე შემდეგ. მამობის დასაწყისი მით უმეტეს ყოველთვის ეგრეა ხო? ღამეები უნდა ათენო იმუშაო ისა. არა ხო გეუბნებით რა, ჯანზეც ვიყავი, არც ახლა უჩივი, მაგრამ მაშინ მით უმეტეს და თან აი ეს ენთუზიაზმი, ეს ყველაფერი რომ რაღაცა მარტო კაჩავამ ჭაპანს მუღამი აქვს მართლა მაგარი და ის აქ რო გაძლიერებს და გაძლევს ამ ყველაფრის ძალას. ისო ისეთ იმაზე მივედით, კაი სადღი გძალო ხდება ამ ყველაფერს და შენს უკან არის ძალიან კაი რამე დევს. მე მეგონა დაგავიწყდებოდათ რა. გეკადრება. კინძმარაულია ძალიან კარგი, მეგობარი ყავს ასეთი კომპანია ნემო რომელიც მომხმარებელს ტუმბოებს თავაზობს ყველანაირს, მათ შორის ღვინის და თაფლის ტუმბოებს, მაგრამ ძირითადი სწორება არის წყლის ტუმბოებზე ნებისმიერი სახეობის და სახელობითი ღვინოებს, რომლებსაც სტუმრებთან გვატამთ ხოლმე თან ძალიან გემრიელი ღვინოა და დიდი სიამოვნებით მოგვაქვს ხოლმე ძალიან დიდი მადლობა.
შვილების ადგილზე დაილევა შესანიშნავად. აუცილებლად. ხო არ გავხსნათ გასახსნელი თუ მაგ. ორივე მანქანით ვართ, ორი მანქანით მოვედით რა, იქ რა ამბავი ყო არ ვიცი. მეც მანქანით ვარ. მაშინ თქვენ სახელზე ამას აუთ ისე ბავშვები რატო არ წამოიყვანეთ? უფროსი შეყვარებულთან ერთად დაბჟუტიალობს სადღაცას და პატარამ კალათბურთის ბურთი წაიღო, უნდა ვითამაშოო და. ჩემი უფროსი დიდი მოკითხვა დამაბარა და ვარჯიშზე წავედა და უმცროსი ბებია ბაბუასთან არის სურამში ისე ბედნიერი გამოხედვა აღარ უნდა არ თბილისისკენ საპატიო მიზეზები. კარგია ეგრე რო უყვართ ბავშვს. აუ კი მშობლისთვის არის ძალიან დიდი კომფორტი რომ მშვიდად ხარ რომ ბავშვის გაძლების პრობლემა არ აქვს რა. ხო აბარა. აუ აბარა. მე 9 კლასში ვიყავი, მე მგონი პირველად რო დავრჩი სოფელში და მოვკვდი ტირილი. ეგრე თავისუფლად გაზდა და ზუსტად თავისუფლებაზე მინდოდა სპეციალურად დავიღე ეს ფრაზა მოს ამოწერილი თქვენი ინტერვიუდან თავისუფლება არ ნიშნავს არც აღვირახსნილობას არც იმას მე ასე მინდა და მორჩა სადაც ხვის თავისუფლებას ეხები პირველ რიგში მან თორდება შენი თავისუფლება ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ შულებს ასწავლეთ როგორ შეიძლება ვასწავლოთ ეს ყველაფერი შულებს და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენი შულებიც იყვნენ თავისუფლები აუ ხო თავარია მე მგონი თავისუფლება. თვითონ სიტყვა არის რა, შენ თავისუფალი ხარ. გვიხსნის ქართული ენა ამას ძალიან კარგად. რას ნიშნავს ეს სიტყვა? და ამის გარეშე ცოდვა ადამიანი. თავისუფლების გარეშე ცოდვა საცხოვრებლად ადამიანი რა, იმიტომ რომ უმთავრესი რამე აკლია რაც ღმერთმა მისცა ადამიანს თავისუფლება. ეს არის უდიდესი საჩუქარი ჩვენ და ამას ერთმანეთს არაფრით არ უნდა შეუზღუდოთ და თვითონ ადამიანმა არ უნდა შეიზღუდოს თავის თავისუფლება. ოღონდ ამ თავისუფლებას ძალიან კარგი ჩარჩოები აქვს. არანაირად არ უნდა აღვიქვათ თავისუფლება იმათ, რომ რაც მინდა ყველაფერი შეიძლება, არანაირად პირიქით. აი ამ თავისუფლების ჩარჩოში უნდა ჩავსვათ. ეს ჩვენი თავისუფლება. არასრულწლოვანი იყავით, როდესაც მიხვედით კომისარიატში და აფხაზეთში მინდა. ხო, ეს მე არა, რამდენიმე კაც ბიჭები მიხვედით. კი, სკოლიდან წავედით. მამას რეაქცია რა იყო, როცა ეს გაიგო? მამამ გაიხდის, მე გაიგო. აი მე რა რეაქცია? არაფერი, უხში მაიმუნო მითხრა, მე არაფერი. არ ქონდა სიამოვნება. ეს ხალხი აი ზუსტად მაგ ბიჭებს გითხრა რომ ესაო რაღაცას ხუმრობდით და მამებზე ვიხუმრობდით თუ რაღაცა რა და გვიყურებს და სვაი მიუმორი ქონდა ძალიან მაგარი და ერთ სიტყოდა მაგრამ ისიც რა აი ეხლა ვხვდებიო თქვენ რო გიყურებთ რომ დარვინი მართალი იყო და მაგრა ვიცინეთ და აფხაზეთის ომის პატარა ვიყავი გამიქია, მაგრამ 2008-ში გამომაგდეს კომისარიატიდან. ხო, მაგასაკში რთულია ხოლმე შეეგუო ასეთ იმას, შორიდან უყურო რა. ხო, თან 14 წლისები ვიყავით და ჩვენზე 3-4 წელი დიდებს მოუწიათ აი ყველაფერი ჩვეულებრივად და მეგობრობდით მაგასაკის ბიჭებთან რა. კი მაგ დროს განსხვავება არის, მაგრამ მაინც მეგობრობდით, რასაც მეგობრობა ქვია და რამდენიმე ისეთი მეგობარი გარდაიცვალა იქ, რომ ბიძაშვილი გარდამეცვალა იქ და ვიფიქრეთ რომ ჩვენც იქ უნდა ვიყოთ რა. მე არ გამიბრაზეთ, ახლა ბოდიში ვიხდი თქვენთან პირადად, მაგრამ ეს მაინც უნდა თქვა ის ყველაფერი რაც მე მახსოვს აფხაზეთის ომიდან 9 აპრილი მახსოვს 2008 წელი მახსოვს. ამ ხალხს რამ სად გაუქრა ეს მეხსიერება და როგორ იყურებიან კიდე რუსეთისკენ პოლიტიკური არ არის ამას ამის ხეც არ აქვს. რატო თვლი რომ მაგაზე უნდა გაგეფრაზდეთ? არა, პოლიტიკას არ საუბრობთ ხოლმე ჩვენ და ეგეთ რაღაცეებს შევეხეთ. არ ვიცი. ეს არის კატასტროფა მართლა და ეს არის საშინელება. დავიგითხო კიდე ერთი ფრაზა თქვენი ინტერვიუდან. კი ბატონო. ბავშვებს გემოვნება მოზარდ მოყურებელთა თეატრში უღალებდებათ და გეთანხმებით ჩემი შვილებიც უამრავჯერ ყოლია მე და ჩემ მეუღლეს, მაგრამ მოზარდ მოყურებელთა და არა მხოლოდ ამ თეატრის გარდა არის პარალელურად არის სხვა სამყარო, რომელსაც ქვია არ ვიცი, TikTok-ი და სოციალური ქსელები, სადაც უგემოვნობის ნიაღვარი მოედინება ხოლმე და ეგ ძალიან დიდი პრობლემაა, რომლის წინაშეც თქვავართ უყოლა და თან გამოუცდელები არც ვიცით რა ვქნათ. აი არ ვიცი მართლა, ჩემ შვილებთანაც სულ ეგ ისამაკ რა ჭიდაობა რომ რაღაცნაირად აი ტელეფონიდან მიუხედავად იმისა რომ პირველ სართულზე ცხოვრობდნენ და ტელეფონში თამაშს ბავშვების ისეთი ეზოა კომუნისტების დროს რო იყო და ბაბანე ბავშვებთან თამაშობს დღესაც ეგრეა და ამათ ბავშვობაშიც ესე იყო და გარბოდნენ ეგრევე ეზოში და ეს პლუსი იყო ძალიან რომ ეს შეამული ეგრევე ესმოდა და ეგრევე ჩარბოდნენ და მიხარობდა რომ აი რა გაიათქო მაგრამ ეხლა ბოლო წლებია უკვე აი რა ცოტა გაიზარდნენ აი სულ ტელეფონში რა პატარა განსაკუთრებით კიდე და სულ არ თუმცა არასეთი არ აკლებს და
სულ აი რაღაცნაირად თან ვიცი მე თვითონაც უკვე ისე ვარ დამოკიდებული რომ ხა მე მეზობელი მიკაკუნებდა რადიატორზე რომ გირეკავენო სახშიც არ მქონდა ტელეფონი ბავშვობაში მახსოვს და მე ის კინის ხარაღლა ხო რომ ამოდე ხდებოდი რომ რეკავენ და ჩავდიოდი და მე ტელეფონი დავიდგით სახში და მაგრა გვიხარავდა და მე მობილური როდის შემოვიდა კაი დიდი ვიყავ უკვე 22-ის ვიყავ მე პირველი მობილური მქონდა დღეს ეხა მობილური დამრჩა იმ დღეს და მთელი დღე მესმოდა ჯიბეში ვიბრაციის ხმა. ალკე გზნობდი, აშკარად გზნობდი და მეთქი გავგიჟდი თუ რა. ანუ ლომკაზე რა ქვია ქართულად როგორ არის? მიდრეკილება. დამოკიდებული ვარ აბსოლუტური რა. ო ეგ გადაგვიჭირდა. მე და წარმოიდგინეთ ეხა ჩემ შვილებს მაგ აი ნატალიკოსაც რაც აზზე მოვიდა იმის მე ტელეფონი აქვს. ანუ ამის გარეშე არ უცხოვრიათ და იმათვის რამხელა დამოკიდებულებაა ეს ხო ხვდებით რა. არ ვიცი მე ამას როგორ უნდა ვებრძოლოთ თუ როგორ უნდა მოუვაროთ თუ როგორ უნდა გამოვახედოთ ბავშვები ამ ტელეფონიდან და ცოტა სამყაროსკენ გამოვახედოთ კიდევ უფრო მეტად მართლა არ ვიცი რა. ხო არ ვიცი რამდენად მარტივი იქნება ახლა რასაც გითხავ, მაგრამ ვცადოთ. 5 ფილმი რო გითხრა, რაც თინეიჯერმა აუცილებლად უნდა ნახოს. ვა, ეს რთულია. გეტყვით რა ვიცი. ქართულები? ქართული არა ქართული ნებისმიერი. ქართულებს თავაზობ ხოლმე სუჩენ. იყოს ქართულებს. შავყურა თეთრი ბიმი გახსოვთ? ის აღზე რო იყო. სეტერი რო ყავდა ტიპს. არა ქართული ფილმი. ფილმი, მულტფილმი მე ის გამახსენდა. ჩეხური მულტფილმი გადიოდა ხოლმე ხო ეგა გამახსენდა. ფილმი კი. და კიდე რა შეიძლება? შენ თვითონ ასკი ვერსია ეხლა რომ ნახე. მე ფესოში ვიტყვი პირველ რიგში. ფესები კი, გეთახვენ. კი ბატონო. ფესოში კიდე რაღაც აი ეს ისტორიულსაც ვიტყვი. ნერგებიც კაი იქნება. ნერგებიც კაია კი. აი მაია წმეთელსაც ვანახებდი ბავშვს. ხო. რომ აი რაღაც ეს ქართული სულისკვეთება და თან სიმღერებით თან ისა გავართობ. მე ის მიყვარს მაგრამ გოდერძი ჩოხელის ლუკას სახარი. ხო. კი ბატონო. ჩოხელის საერთოდ ჩოხელი ძალიან ცისფერი მთები ჩაურთი ამასია უფროს მაუყურა და პატარა გაგვიცა 15 წუთში. პატარები ვერ გაიგებენ ცისფერთებს. ცისფერთებს შეიძლება მეც ვერ ვიგებ ბოლომდე იმდენი რაღაცა ყველა ნახვაზე რაღაც ახალი. კი ბატონო. ხო, მონანიება ბუნებრივია ხა. ხო, მონანიება ხო. ეგეც ვერ არის ვედრება მე. კაცთვის ხუთს. ეგენი არ არის თინეიჯერების. ეგენი არ არის. ხო. ერთი დაგჭა მე მგონი, ხო? არა მე მგონი ხუთს გავწიეთ ხო? კარგი ბატონო. ეხლა უნდა მოგიკითხვა ხო? კიდევ ეს ამბავი უსვამს ხას ჩვენი შვილებს იმას რომ ჩვენ შვილებს მშობლის მიერ თქვა თუნდაც აერში წამოსრული რაღაც სიტყვა ესმის და სერიოზულად აღიქვამს. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით სპექტაკლზე. მეზობელმა გაუხეთქა ტელეფონი და ბოლო-ბოლო უპასუხა, ნუ რაღაცა აშკარად ისე ვერ იყო. წინა დღეებში ვთქვი რაღაცა მთხოვა შვილმა და ფული არ მოსმა მიეხლა მეთქი. ნუ თქვი რა. დავედი თეატრში მეზობელი ეკავს რომ გიოასულა მეზობელს ბუშმალის თუ მუშმალა რა ქვია იმ ხილს მუშმალის ხეზე ასულა კრეპტა რომ უნდა დავკრიფო მიშოს ფული არ აქვსო და გავყიდიო და მივცემო რა ვენაცვალ გადარჩა უბრალოდ თან მაღალზე იყო ასული კიდე კაი დიდი ხეებიც არ არის მოკლედ ზოგჯერ დაუფიქრებლად წამოსროლი სიტყვასაც შვილები იგებენ და სერიოზულად აღიქვამენ კი ბატონო კი ბატონო ესეც მაგის ნათელი მაგალითია რა მე ხო არ გახსენდებათ ისეთი თქვენი შვილების ცხოვრებიდან ან ესეთი ამბავი ან ცოტა სასაცილო ან ისეთი ჩემი შვილები დღემდე ისე არიან რომ აი ხა რაღაცა ერიდებათ ხოლმე რომ რაღაცა მთხოვან აი რაღაცა სუნთხოვენ რაღაცა რო ჭირდებათ მაგრამ აი თქვა გუში რომ მთხოვა და დღეს თუ კიდე ჭირდება აღარ მთხოვს და მე სულ მაგას ვეუბნები ვიღაცას ხო არ თხოვ მეთქი მე უნდა რას სიცვლელია მეთქი აბა ხა მეერიდება უკვე გუში ხო გავა რა გერიდება ა ძალიან ისე არიან რა მაგ მხრივ თუმცა აი წამოსრო ნათქვამზე ხო როგორ გითხრა რა ხანახან ყოველას დამოგწდება ხა რაღაც ისეთი რაც არ არის საჭირო რა მაგრამ მე უთქვი ილიასთან პატარას უფრო ახსოვს ხოლმე ძალიან პატარაობის რაღაცები ახსოვს რა ისეთ რაღაცას გაიხსენებენ გაგიჟდები რა და რაღაცა მითხრა ერთხელ ამასინათ რომ იქო ვიღაცა კაცი იყო და შენ გამოხვედი და ეს უთხარიო საერთოდ არ რაღაც არ მახსოვს და ეს თურმე ამას არც მახსოვს რა უთხარი ამ კაცს და ეს ამისთვის ის იყო იქიდან მოყოლებული ეს გამოყვა რომ კი თან ისეთ რაღაცას მართლა რომ შენ ყურადღებას რო არ აქცევ რა და იმისთვის ეს დაჭერილი სიტყვა მაგრამ რაც შეეხება მეორეს მხრივ ის რომ შვილოს თქვენაც გინდა თქვენ და ისა რაგზე რომ დამყავდა პატარები იყვნენ ჯერ კიდე და მე თვითონ მივეცი ეს ფანრიანი ნოკია რომ ჭირდებოდა რომ ტელეფონი ქონოდათ რომ დამერეკა რომ გარეთ დამხვდით ან რაღაცა რომ მივედი დაამტრი ეს ტელეფონი ორ დღეში დაამტრეულია რა და რა მოხდა თქვენ ხა ვეკითხები რამე სხვა ქვიდა მაშინ
ხეზე შეჭა ბურთიო. ქვა ვერ ნახეთ მერე მეთქი ბიჭო. ნორმალურია. ტელეფონი გაუქნი. არა, სადამარ ჩამოვაგდეს ეს რომ და ნუ წარმო ეხლა კაი ველურები აღარ ერთო ჩვენ დროს რო იყო რა გატეხავდა იმას აბა ეგეც აღარ არის კარგი ეხლა iPhone-ს ისრი და აღარ ვარგავს გემოვნებაზე ვსაუბრობდით და ვიცით რომ გემოვნებიანი ლექსები გიყვართ არა მარტო გიყვართ ბრწყინვალედ კითხულობ რა ვიცი ერთი ლექსიც რო ჩვენთვის წაიკითხოთ ხო და შობაზე წავიკითხავ მაშინ გიორგი გამსახურდიას ლექსი ჩემს მაგაცის შობა ქვია და იწყება ესე და მე ძალიან მომწონს ამაზე და რაღაცნაირი მარტივი ლექსია და სიმარტივეშია ყოველთვის გენიალურობა იშვაცა მიწა ხატება ერთი ბინდი დაირწა და იშვა ღმერთი დაუშვა ხელი ყოველმა ჟამმა და ღვთის შობელი და ღმერთი მამა იყვნენ შემქმნელნი უმანკო ძისა ახალი ფერის მთვარის და მზისა ყველაფრის ერთად რწმენის და ლოცვის და კაცი ღმერთად და ღმერთი ხორცით ნახეს გაიგეს პირველად მწყემსთა ბინა დაიდეს სულებმა ზესთან იშვა ცა მიწა ხატება ერთი ბინდი დაირწა და იშვა ღმერთი მართლა გემოვნებიანი და კარგი ხო მაგარი ლექსი ძალიან მაგარი ლექსი მადლობა ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირიქით პატივცემლო ვლადიმერ ერთ-ერთი ჩვენი საუკეთესო მეგობარი დაგვავიწყდა აუ ახსენო პრინციპში არც არასოდეს დაგვავიწყდება მაგრამ გურჯაანის ნაყინი ჩვენი მეგობარი რომელიც ერთადერთია დიდი კომპანიებიდან რომელიც დაინტერესდა მამების დროთი და შვილებზე საუბრით განსაკუთრებით მომავალი 3 თვე არ დაგავიწყდებათ ამ სიცხეში რაც ჩვენ კი არავის არ დაგავიწყდება თან განსაკუთრებული ნაყინები აქვს და ყველა ძალიან მიხარია რომ ჩამოსასხმელი ნაყინი დაამატეს აი წარმოუდგენლად გებრია მე მგონი გავსინჯე ძალიან სასხელი მე არ გამის შარშან ქონდა შარშანა ასე კი არ გამისცეს მე რაღაც შარშან გავსინჯე რაღაც დაამატეს ასევე დიაბეტური ნაყინის რომელიც აი არაფრით არ განსხვავდება კარგი სტანდარტული ნაყინის გემოსაგან მოკლედ კი უკვე არის და მადლობა გურჯაანის ნაყინს ასეთი კარგი კნილებებისთვის და იმისთვის რომ გვიდგას დაგვიდგა ჩემო ბატონო და მადლობა ჩვენს თემას არა ეს კითხვაც მინდა დავსვა ძალიან და მეც აღარ მოვიღებ ხმას ყველაზე რთული ფაზა მამობაში ვახო თქვენი აზრით საფენების გამოცვლა რატომების პერიოდი თუ გარდატეხის ასაკი მაინც ამ სამი ნომერი თქვა? არა, რომელი იყო? ყველაზე რთული ალბათ უფრო მაინც გარდატეხის ასაკი. რთული არც ერთი არ იყო ჩვენთვის მართთან ურთიერთობაში მართლა. აი რაღაც არც ერთ არ ქონდა ეს რთული გარდატეხის ასაკი ყოველში მე არ შემჩნევია ეს არანაირად და არც გარშემო არავის მე მგონი. მაგრამ აი ის უფრო რთულია აი წაღარაძეც საუბრობთ რომ აი უკვე დასრულ ასაკში სწორი მიმართულება და სწორი რჩევები მისცემ, იმიტომ რომ ჩვენ ხანდახან ჩვენი გზა გვეშლება და ადამიანს სწორად მიუთითოს, სწორად დაუგეგმო არა, მაგრამ ურჩიო, ხო? აი ეს უფრო რთულად მიმაჩნია, ვიდრე პამპერსის გამოცვლა, ეხა ეს ფიზიკური დატვირთვა, ის რომ ხანონა გაიღვიძო თუ გეძინება, უნდა გადააბიჯო, არა, მე ეხა უნდა ავთქი და ადგი. ეგ მორევადია და ეს შეიძლება შენ თვითონ არასწორი რჩევა მიცე. ეს სულ სხვა დატვირთვის და სულ სხვა სირთულის ურთიერთობაა და მე მგონი ეს უფრო რთულია რა. აი პირობა უნდა დავარღვიო ახლა მე. რადგან მსახიობი ხართ და თინეიჯერებსაც უყვარ ხართ და დიდ პატივს გცემენ იმ თინეიჯერებს, ვინც მათ შორის ჩემშვილს, ვინც აირჩია მსახიობობა. რა რჩევას მისცემდით ახლა? ნუ ის რომ არ უნდა დანებდეს ყველა პროფესიაშია და არა მარტო მსახიობობაში და როგორც ყველგან არის ისე აქაც რომ მე ხა გერმანიაში რომ წავედი, ჩემ საქმე შევეშვი საერთოდ. ხო. და ანუ შევეშვი ისე რომ დროებით თქვი რომ დაუბრუნდები ამას. და იქ მე ქართული დასი იყო პანტომიმის და მათთან დავიწყეთ და მომენატრა ერთი წლის თავზე მივედი რომ მეთქი რაღაცა მინდა თქვა პანტომიმა იქ ვისწავლე მე არ ვიცოდი. და მე ბოლო 5 წელი არაფერი აღარ მიკეთებია ჩემი პროფესიით, მაგრამ სულ ვიძახდი რომ დაუბრუნდები თქვა და პროფესიას დაუბრუნდები თქვა და იქ არ ჯეროდათ. და დაუბრუნდი რა, ანუ რას ვამბობ რომ არ უნდა დანებდეთ რა. როგორც ყველგან, ისე აქ და შემოქმედებითად კიდევ იმას ვეთყოდი რომ არასდროს იფიქროთ რომ მორჩა მე ახლა ვარ პროფესიონალი მსახიობი და მეტი აღარ მჭირდება სწავლა ან ჩემ თავზე მუშაობა ან დაკვირვება. არ არსებობს როგორც სპორტსმენს სჭირდება სისტემატიური ვარჯიში, ზუსტად იგივენაირად სჭირდება მსახიობს სისტემატურად მუშაობა თავის თავზე, თორე უბრალოდ არ იქნება ფორმაში. როგორც მესი რო გამოვიდეს ახლა ფორმაში რო არ იყოს დამარცხნად არ იქნება ისეთი მესი როგორც ფორმაშია, ხო? ეს ხო ყველამ ვიცით.
აი ესეა ზუსტად. შეიძლება ის ფინტი მაინც კარგად გააკეთოს, მაგრამ შედეგს ვერ დადებს და სულ უნდა იმუშაონ თავის თავზე. მე არის ამოუწურავი პროფესია. ყველაფერი, რაც კი არსებობს დედამიწაზე, რაც კი შეიძლება ადამიანი ფლობდეს და რისი უნარი შეიძლება ქონდეს, ყველაფერს იყენებ ამ პროფესიაში. აბსოლუტურად. განათლება იქნება, რაც მეტი განათლება ხომ მით უკეთესი, რაც მეტი ფანტაზიის უნარი, რაც მეტი ფიზიკური მონაცემი. შესაბამისად წიგნი საჭიროა. წიგნი აუცილებელია, იმიტომ რომ აი თქვენ მითხარით, ეხლა ეტყობა თუ არა მსახიობს მის ინტელექტი. ანუ არავინ პინტორი ინტერვიუში თამაშის დროს, აი უბრალოდ სცენაზე, კადრში, ხო ეტყობა და ცოდვა არ არის მე თვითონ ის მსახიობი, როცა ჩანს და ყველა ატყობს, რომ დაბალი ინტელექტის მქონეა. თვითონ არის მისთვის არის უხერხული, ხო? ეს ხო ისეთი პროფესია არის, სადაც ჩანხარ. ეს არ არის ის პროფესია, რომ სადაც ოთახში სიხარ და მუშაობ. არანაირად არ არის ცუდი. უბრალოდ ესეთი რომ ჩანხარ, გიცნობს ხალხი და რომ გიცნობს შენი მინუსები. აი იმ ხალხმა უნდა შექმნა შე როგორც მსახიობი და იმის თვალში რომ დაკნინდები უკვე. ხო, და ისეთი პროფესია გაქვს, რომ ჩანხარ და როგორ შეიძლება ისეთი გახვიდე ამ გამოსაჩენ ადგილას, რომ ვიღაცა უკვე შენ თვითონ მიცე მას საბაბი დასაკნინებელი, ანუ არანაირად შენ ამისთვის აბსოლუტურად მზად უნდა იყო. თავმოყარი ადამიანები ვართ, ხო? და ეს პასუხისმგებლობა გვაქვს, ხო? რაღაც. დრო პირიქით რა, მაშინ გახდები მისაღები ჩემი აზრით მაყურებლისთვის და მაშინ გენდობა და მაშინ ჯერა და მაშინ მოყვება, როდესაც იმ მინიმალურ კრიტერიუმებს მაინც უკვე ყოფილობ, რომ შეიძლება შენი ნდობა და მოსვენა. მოკლედ ბევრი რამეა საჭირო ამ პროფესიაში რა. არ არის ეს მარტივი და თამაში რო ქვია ჩვენს თამაშს, თამაშიც არ არის. თამაში არ არის ხო? ნახე რო გითხრათ, აი კვირას და ორშაბათს გვექნება გადაღება აქ კიდევ გუში რაც გქონდა და თუ გნებავთ მოვბრძანეთ 12 საათიანი სმენა გვაქვს დღეში. უი, ხო. თუ გნებავთ მოვბრძანეთ და აი 1 საათი რო იქნებით, მიხვდებით რომ 12 კი არა. არაფერი საერთო არ აქვს თამაშთან. აი აბსოლუტურად თამაშთან არაფერი საერთო არ. ხო, არა, ეგ ერთ-ერთი ის პროფესია, ვიზეც ხალხს წარმოდგენა აქვს, რომ მაგას რა უნდა. კი. როგორ არა. აი, მე მიხარია, იცი და მე ხანდახან განს ვაჟას რო ვკითხულობ, განსთან მაქვს, რომ ამას მეც დავწერდით თქო რა, ისეთი გენიალური არის, ისედაც მარტივად არის და ეგრე მიმაჩნია, რომ ესე იგი ამას რა უნდა, თუ ფიქრობს, ესე იგი კარგად აკეთებ, რომ ფიქრობს, რომ თვითონაც გამოვიდოდა რა. ახლა ძალიან ახლა უკვე მართლა ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ და კაი ამბებისთვის, კაი ამბებისთვის. ნემოს მადლობა კიდევ. მასპინძლობისთვის და ასეთი კარგი ისტორია. გასწავლეთ როცა დაგიხარდებათ. ივლისის ბოლომდე გვაქვს ახლა, მე იქიდან სექტემბრიდან უკვე 4 კურსი გვეწყება ერთად. დიდი სიამოვნებით გესტუმრებით. და რა ვიცი, გაგვეხარდება. დიდი პატივისცემა, დიდი სიყვარული თქვენ და დიდი მადლობა ასევე. აუცილებლად იმას მიქნით რა, ჩამიგეთ თქვენი არხი და გამოიწე რა. კი ბატონო. ძალიან დიდი თქვენ გამოიწერეთ სხვათა შორის მაყურებლებო. მადლობა თქვენ, კარგად ზანდებოდით.